ვაშნარის ტერიტორიის გაყიდვის საკითხი ოზურგეთელებმა მწვავედ მიიღეს. თემასთან დაკავშირებით საზოგადოება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეიკრიბა. მეოთხე მერვე საუკუნეებით დათარიღებული გურიანთა ვაშნარის ტერიტორია, რომელიც ოზურგეთელთათვის ერთგვარი სავიზიტო ბარათია, დღეებია განსჯის საგანი გახდა. ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ვაშნარი გაიყიდა, ოზურგეთელი საზოგადოება გამოაფხიზლა. ისტორიული მუზეუმის ინიციატივით ჩართულობის ცენტრში შეხვედრა მოეწყო. მუზეუმელებმა ძეგლის მნიშვნელობასა და უნიკალურობაზე გაამახვილეს ყურადღება. სპეციალისტებმა ვაშნარის არქეოლოგიური შესწავლა მოითხოვეს. ამასთანავე ხელისუფლების წინაშე გაყიდული ტერიტორიის გამოსყიდვის აუცილებლობა დააყენეს. არსებობს საჯარო რეესტრი ასეთი საბუთი, რომ კონკრეტულ პიროვნებაზე არის გასხვისებული. შემდეგ როგორც დადგინდა ეს სააქციო საზოგადოებას რაღაც ვალი დადებია თუ რაღაცა და სააგენტოს საახსროლებრო ბიუროს ის გადაუცემია ამ პიროვნებისათვის. ცხადია, ახლა აქაც ითქვა, რომ ეს რაღაც წარმოუდგენელი რაღაცა, ახლა უშუალოდ ძეგლის ტერიტორიაზე ხდება ასეთი რაღაც, მაგრამ მიუხედავად ამისა გამოსავალს მაინც ვხედავ. იმიტომ რომ ის პიროვნება, ვინც არის, აუცილებლად დათანხმდება იმას, რომ თუ დაიძრება ეს საკითხი და ძეგლის არქეოლოგიური შესწავლა მოხდება, დაგვთავს ის ნებას, რომ ჩვენი ჩავატაროთ ფართო მასშტაბიანი არქეოლოგიური გათხრები. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ირინა საჯაია ამბობს, რომ გაჟღერებული 21-ისა გაყიდული მხოლოდ 2 ჰექტარია, თუმცა ისიც საგანგაშოა. კარგი იქნებოდა მთლიანობაში, რომ ეს ტერიტორია არ გაყიდულიყო და სახელმწიფო საკუთრება ყოფილიყო და იქ არქეოლოგიური გათხრები წასულიყო და ემუშავა და დასკვნები დადებულიყო და სამონასტრო ცხოვრებაზეც იყო ლაპარაკი. აბრაც ისეთია, რომ ციხე ქალაქი იყო თავის დროზე და ადრე ქრისტიანული ტაძარი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის გურიისთვის. მაგრამ ის რომ რაღაცა მართლა რომ ავტეხოთ ახლა ამბავი, ჯობია რომ კარგად მეპატრონეს ვესაუბროთ ამის შესახებ და თუ არის შესაძლებლობა ეს ტერიტორია გამოვისწროს. შეხვედრას სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ, რომლებიც ვაშნარის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, ეკლესიისა და ხელისუფლების პასუხისმგებლობის გადანაწილებასა და ძეგლისთვის სტატუსის მინიჭებაზე ამახვილებენ ყურადღებას. დღევანდელი შეხვედრა ალბათ კიდევ ერთხელ დაგვანახებს იმას, რომ აუცილებელია გაკეთდეს საერთო მიმართვა საპატრიარქოზეც, აუცილებელია მიმართვა გაკეთდეს სახელმწიფოსანაც და ორივემ თავისი შესაძლებლობის ფარგლებში გადაინაწილოს ის ფუნქციები, რომ ძეგლი იყოს მოვლილი და მას უკვე ძეგლი არ ერქოს, რამე თუ ეკლესია ეს ცოცხალი ორგანიზმია და მან მიიღოს ის ფუნქცია, რა ფუნქციაც თავისი ფუნდამენტის შაყრის პერიოდში ჰქონდა. ჩართულობის ცენტრში შეკრებილი საზოგადოება ვაშნართან დაკავშირებით ერთობლივი წერილის მომზადებაზე შეთანხმდა, რომელიც კულტურისა და ძეგლდადაცვის სამინისტროს გადაეგზავნება.